რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მიმღებებს. საღამომშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. მივესალმები ბატონ ზურაბ მარშანიას, ჩემს მუდმივ მეწყვილეს, ძალიან მიხარია რომ გხედავთ. ბატონ ზურაბი გახლავთ ჩემო და ძვირფასებო საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ექიმი, სექსოლოგი, პროფესორი. რატო ვიწყებ ასე შემართებით და ასე ომახიანად? იმიტომ რომ მინდა შეგახსენოთ, ჩაიარა ჩვენმა სადღესასწაულო დღეებმა, დაუბრუნდით ჩვენს რუტინას და ვივიწყებთ ხოლმე, ხო? იქ რაღაცა გვიხარია, იქ რაღაცას აღვნიშნავთ, იქ სადღაც დავლევთ და დაგვივიწყდება ჩვენი პრობლემები. აი, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებას ვუბრუნდებით, მე გვახსენდება, რომ გვაქვს არაერთი პრობლემა, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და თუ ის სექსუალურ პრობლემებთან არის დაკავშირებული თქვენი ჯანმრთელობის პრობლემა, მაშინ პირდაპირ გზა ჩვენსკენ, მოგვისმინეთ, გამოგვიგზავნოთ შეკითხვები და ზოგადადაც ვიყოთ ერთად და ვისიამოვნოთ ურთიერთობით, დაგვირეკეთ, შეგვეხმიანეთ და ვიკონტაქტოთ. მეც სათანადოდ თუ წარმოვადგინო ჩემი თავი, მე გახლავართ დაფნა, 20 წელიწადია ვმუშაობ ერთსა და იმავე რადიო სადგურში. მიუხედავთ იმისა, რამდენი სახელწოდება შეიცვალა, რამდენი გადაცემის სათაური შეიცვალა, რამდენი ხელმძღვანელობა შეიცვალა და მე ურყევად ესე იგი ვამაგრებ ამ ჩემს საბრძოლს. ხელმძღვანელობს ამჯერად ნამდვილად აღარ მინდა, იმდენი შეიცვალა, მე ვინ მკითხავ. ხო და რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ გადაცემას, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მინდოდა მამაკაცთან ერთად გადაცემა წამეყვანა. სულ ვეძებდი მეწყვილეს. ვერავინ ვერაფერი ვერ მომიძებნა, ვერც ერთმა ხელმძღვანელმა, ხან ვინ შემომთავაზეს, ხან ვინ და გამოჩნდა აგერ ღვთისმიერი ბატონი ზურაბ მარშანია, თვითონ შემოგთავაზა პარტნიორობა და გადასარევად ვხედავთ ეთერში უკვე მესამე წელიწადია. ეძიებდე და ოვებდეო ჩემო. ძალიან კმაყოფილი ვარ ბატონ ზურაბ, რაღა დაგიმალოთ. ასევე მინდა შევახსენოთ ჩვენს რადიო მსმენელებს, როგორ მიმდინარეობს ხოლმე ჩვენი გადაცემა. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, პირველ ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ იმ თემაზე, რომელიც ჩავიფიქრეთ, დავამუშავეთ და თქვენთვის გავამზადეთ წარსადგენად. გადაცემის მეორე ნახევარში კი ბატონ ზურაბ მარშანია პასუხობს თქვენს შეკითხვებს. ამ დროს რას ვაკეთებ მე ვკითხულობ ამ შეკითხვებს და ძირითადად ვასხვაფერებ ხოლმე, არ გაგიკვირდეთ, ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ ბევრს თავისი შეკითხვა, სხვისი შეკითხვა გონია ხოლმე. უბრალოდ მე თქვენს მიერ მოწერილ უწმაწურობებს ვაკეთილშობილებ. დეშიფრატორი ვარ ფაქტიურად. ხო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით და რა ვიცი, რა მერამდენეთ, მაგრამ არ დავიღლები. აი ლიფტში რომ რაღაცას წააწერთ ხოლმე, ხო? როგორ წაგიცდებათ ხელი. აი მთლად იმ სიტყვებით ნუ დასვამთ შეკითხვას. როგორ დავიჯერო ახლა რომ სხვა შესაძლებელი არ იცით? მაგალითად ტყ არის სექსი, ან მოსიყვარულება, ან რაღაცა სხვა მოიგონთ, ახლა ტყს ნუ მომწერთ მაინდა-მაინც. ოიტოსი არის ლათინურად. ახლა თქვენ ამეთანსაც ნუ მოსთხოვთ. ადამიანმა მარტო ის სიტყვა იცის ლიფტში რასაც წააწერს და ახლა კოიტუსი გინდათ რომ ინტერრუპტუს რას იმას მაგალითად სამ სიტყვიან, 300-იანს გონია რომ სხვა არაფერი არ ქვია და იმას 100-ს ქვია და პენისიც ქვია. კოიტუს ინტერრუპტუს რას ნიშნავს? შეწყვეტილი. ωραία. აბშეშნაჭანი კარგით რა. ვის ეკითხე? რატო არ შეიძლება რომ ჩვენ რადიოსმენელმა ისწავლოს ცოტა ლათინური ტერმინოლოგია? არ ვიცი რატო, მაგრამ ბევრმა ისწავლა სხვათა შორის ძალიან კარგად. კი, კარგად დაალაგებულად გვწერენ SMS-ებს. მოკლედ, იმისთვის რომ გამოგზავნოთ თქვენი შეკითხვა, გაგვიზიაროთ თქვენი გულის ტკივილი. ამისთვის არსებობს ორი გზა. ერთი საჯარო, გამოჩნდებით პირდაპირ ეთერში და გაიჟღერებს თქვენი ხმა, ეს ზარია. ზარი შემოვა ნომერზე 2921188 ან 2921199 ვიღებთ ზარებს. რაც შეეხება უფრო მარტივ გზას, სადაც შეგიძლიათ დაჯდეთ, კარგად ჩამოაყალიბოთ აზრი და სიახლე ქართული შრიფტით მოგწეროთ SMS-ი, ეს არის SMS ნომერი 91778 91778.
ამ SMS ნომერზე აგზავნით SMS-ებს ყველა მობილური ოპერატორისა და ჩვენ გვყავს მხოლოდ 3 საქართველოში, ყველა 3-ვე მობილური ოპერატორის მფლობელები. რაც შეეხება ღირებულებას, აქვე გეტყვით, ნუ შეგეშინდებათ, ზუსტად იმდენი ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან, რამდენიც ჩვეულებრივი SMS-ის გაგზავნისას. SMS შეგიძლიათ გამოგზავნოთ იმდენი, რამდენი შეკითხვაც გაგიჩნდებათ, ან რამდენი კომენტარის გაკეთებაც მოგინდებათ გადაცემის მსვლელობის განმავლობაში. აი ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. ბატონო ზურაბ, მე მინდა რომ ჩვენ შევახსენოთ ჩვენს რადიო მსმენელებს წინა გადაცემაში რაზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ დღევანდელი გადაცემის თემა ლოგიკურად გამომდინარეობს წინა გადაცემიდან. ბატონო, ჩვენ წინა გადაცემაში თუ არ ვწდები ვილაპარაკეთ სულ სექსუალურ პარტნიორ მამაკაცზე. პარტნიორებზე, საერთოდ მამაკაცზე და ქალზე როგორც სექსუალურ პარტნიორზე და შესაბამისად ლაპარაკი გქონდა ჩვენ უფრო ნეგატიურ გამოცდილებაზე, აი რა არის სული სექსუალური პარტნიორი. კარგ სექსუალურ პარტნიორზე ლაპარაკი ვერ მოვასწარეთ, რამდენად მახსოვს. და ძირითადად მაინც აქცენტი გავაკეთეთ მამაკაცზე. მამაკაცზე მე მგონი ყველაფერი ვთქვით, რა შეიძლებოდა. დიახ, და ამიტომაც დღეს ქალებზე უნდა ვისაუბროთ. საერთოდ დავარღვიეთ ტრადიცია. ეს ტრადიცია ხა მე არ ვიტყვი რომ მე დავამკვიდრე სექსოლოგიაში, ნამდვილად არ არის ესე. ალბათ არ არის, რა ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ჩემ წიგნში მე ყოველთვის ვიწყებ ქალით და ვაგრძელებ მამაკაცით და პირიქით არის ხოლმე რა. და იმიტომ კი არა რომ ჩემი კოლეგები, სხვა სექსოლოგები, რომლებიც ასევე წერენ წიგნებს გენდერულ თანასწორობას არსებენ პატივს, არა. უბრალოდ მამაკაცის სექსუალური დისფუნქციები უკეთესად არის შესწავლილი, შესაბამისად შედეგებიც მეტია, პოზიტიური შედეგები და სამწუხაროდ ქალის ნაკლებად არის შესწავლილი, ნაკლებ, მე არ ვიტყვი რომ ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, რომ აი რაღაცნაირად აი რო იტყვიან ცენტრის მიღმა რჩება, რა უფრო პერიფერიისკენ რჩება ხოლმე რა და აი მე მინდა რომ ეს ტრადიცია რაღაცნაირად შეიცვალოს იქითკენ რომ ყველაფერი რაც შეეხება სექსს და სექსოლოგიასაც, როგორც მეცნიერებას, როგორც მედიცინის ნაწილს უპირველეს ყოვლისა იწყებოდეს ქალით და მერე გრძელდებოდეს მამაკაცით რა და ამიტომაც ჩვენ ახლა წინა გადაცემაში ტრადიცია დავარღვიეთ პირველად და ვილაპარაკეთ უფრო მეტი კი არა დავიწყეთ მამაკაცით დღეს უკვე დროა რომ ვილაპარაკოთ ქალზე რა არის პარტნიორი ქალი ცუდი და კარგი რა შემთხვევაშია ცუდი და რა შემთხვევაშია კარგი მე ვფიქრობ საინტერესო თემაა და დავიწყებდი ისეთი ყველაფერი რაც შეეხება სექსუალურ პარტნიორს ხო არ არის თავსმოხვეული ეს ადამიანის ნებით ხდება ეს არის ადამიანის არჩევანი მაგრამ ჩვენ წინა გადაცემებში ხშირად პარალელები გაგვივლია პოლიტიკასა და სექსს შორის რა აი პოლიტიკაც ესეა ხო ნუ ყოველ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს არის ნებაყოფლობითი არჩევანი ხო და ნუ ალბათ ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნებში ეს ასეც ხდება ასე მოხდა მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნამდვილად დემოკრატიული არჩევანი გააკეთეს თავისუფალი არჩევანი გააკეთეს საფრანგეთში ხო აი ვნახეთ ჩვენ რომ დემოკრატია არც თუ ისე პროგნოზირებადია და მადლობა ღმერთს რომ არ არის პროგნოზირებადი იმიტომ რომ თუ დემოკრატია პროგნოზირებადი გახდება რა მაშინ დემოკრატიის ფლაგმანი ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი კი არ გახდება. იმიტომ რომ ვინმე პროგნოზირებდა რომ ბრექსიტი მოხდებოდა, მაგრამ გამოთქვა ნება ბრიტანელმა ხალხმა და ბრექსიტი შედგა. ვინმე იფიქრებდა რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა ამერიკისა, მაგრამ ამერიკის ხალხმა ასე ვთქვათ, ინება და გააპრეზიდენტა ტრამპი.
ჩაითვალა რომ რახან ესეთი ტენდენცია მთელ სოფლიოში აუცილებლად მარი ლე პენს უნდა გაემარჯვა პირველ ტურში ვერ გაემარჯვა და როგორც ჩანს ვერც მეორე ტურში გაემარჯვებს და ემანუელ მაკრონი გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი. თუმცა მაკრონის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, რა საით წაიყვანს საფრანგეთს თვითონ ფრანგებმაც არიციან. მე მგონი უბრალოდ ლე პენი ვისაც არ უნდა და იმან მისცა მაკრონს ხმა. რა თქმა უნდა და მოდი ვთქვათ ესე რა შუაშისტი და ჩვენთან შუაშისტი ცენტრიზმია ხო სხვათა შორის შუაშიზმი საქართველოში თუ გინდა ადამიანს დედააგინო არ ძალიან კაი რაღაც თემაა ახლა შენ რა აი საქართველოში ძალიან ბევრ მიამიტ ადამიანს რომელიც პოლიტიკაში მაპატი და გარტყმაში არ არის ბოდიში რო სლენგს ეჩემ მეგობრებს რაფინირებული ინტელექტუალები მყავს მეგობრები და არ მოსწონს როცა ასეთ გამოთქმებს ხმარობ მაგრამ უმეტეს პირდაპირად ხო მწვავე თემაზე რო ლაპარაკობ შეიძლება და აი ესეთი ადამიანებს ხშირად მიაჩნიათ რომ აი შუაშიზმი აი შუაში გაკრეფა აი ეს არის ძალიან კარგი რა და თავსებადი დემოკრატიასთან. ამ დროს საერთო არაფერი არ აქვს. დემოკრატია ზუსტად რო შუაშიზმია. გამიგეთ? დემოკრატიის დროს არავინ არ უნდა გაიკრიფოს. ადამიანს უნდა მიეცეს ამომრჩეველს საშუალება, არა? გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მიმდინარეობებს შორის. მე საერთოდ რა დავიწყეს ეს შორიდან რა? ახლა ვიცი რომ მაწყვეტინებს სწორად მაწყვეტინებს. რაღაც თქვა მინდა. ხო, მაგრამ რა დავიწყე შორიდან, რომ არ იფიქროს ახლა გადავედი პოლიტიკაზე და ჩემ მეორე, ასე ვთქვათ, სამეცნიერო ხარისხს უერთგულე პირველის, ასე ვთქვათ, საზიანოთ ესე არ არის. მე პარალელს იმიტომ ვაკეთებ, რომ აბსოლუტურად აი როგორც პარტნიორის არჩევა ხდება სექსუალურისა ნებაყოფლობით. აი ესე ნებაყოფლობით რჩება ხდება არჩევა, ასე ვთქვათ, არჩევნებზე, ხო? და დემოკრატიული სახელმწიფო იმით განსხვავდება არც თუ ისე დემოკრატიული ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებისაგან საქართველოს რომ მიეკუთვნება, რომ იქ არა ადამიანი რაღაც არჩევანს რო აკეთებს, არა ჯერ ფიქრობს და მერე იღებს გადაწყვეტილებას. საქართველოს პირიქით ხდება. ჯერ იღებენ გადაწყვეტილებას და მერე უკმაყოფილონი არიან თავისი არჩევანით. რატო ჟედალუცილიშვილი თუ ირჩევს სიტყვაზე ვიღაცას, ხო? რაღაც პოლიტიკურ ძალას და მერე არ მოგწონს, რა არის ესა? მანამდე იფიქრე რა. და მანამდე კარგი იყო და მერე გახდა ცუდი. აი მაგათ ჩვენ დღევანდელი ხელისუფლება 4 წელი არ იყო ხელისუფლების სათავეში. ბატონო ზურაბ, ახლა ეს მოდელი ახლა ლოგინში რო გადმოვიტანოთ ძალიან კარგად გადმოდის. არა, ძალიან ცუდად გადმოდის. ნახეთ ახლა მე მოგიყვებთ, ახლა მე მომისმენთ. ახლა როგორ გადმოდის? არა, არც დაამთავროთ, იმიტომ რომ თქვენ ხვალამდე ილაპარაკებთ. ახლა მე მომისმინეთ. ესე იგი ეს თუ არის თავისუფალი არჩევანი სექსუალური პარტნიორიც მიდის და თავისი გულის წადილი თუ სხვა ორგანოები საიდაც მიიყვანს, მოკლედ ირჩევს ხო თავის პარტნიორს. მე რატო არ ვიმაყოფილო? მე რატო არ ხორი? ეს არის მე იცით რატო არის? მანამდე რატო არ ფიქრობს? იცით რატო არ ფიქრობს? ვერ ფიქრობს საქართველოში, იმიტომ რომ მან არ იცის ვინ შეხვდება. იმიტომ რომ მათი ერთად ცხოვრება ფაქტიურად მათი პირველი ღამეც არის. ეთანხმები ახლა ამაში ნამდვილად არის ლოგიკა, მაგრამ ანუ სანამ მე არ გამოვცდი ჩემ სექსუალურ პარტნიორს მანამდე ვერ მივხვდები ის კარგია თუ ცუდი. ეს გამოცდა არაერთი ხო? წლების განმავლობაში 4 წლით ვირჩევთ ხო ჩვენ პარლამენტსაც და პრეზიდენტსაც. ახლა წაგვართოს უკვე პრეზიდენტსაც ვეღარ ვირჩევთ. არც აღარ შეგვიძლია და სექსუალურ პარტნიორს იმას ვერ ვირჩევთ, ვინც გვინდა. რა ბევრი რამე დავკარგეთ, იმ ხელა უფლებები ქონდა ებზად ცოტა. იმდენი რაღაც დაიკარგა ამარჩევ. და წარმოიდგინეთ ახლა დედა არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ გავყვეთ ან მოვიყვანოთ ის ვინც გვინდა. კი, მამაკაც კი. აქ სახელმწიფომ დაგვართა უფლება რომ პრეზიდენტი ავირჩიოთ და სრულიად სეკვესტრირებულ კასტრირებულები ვართ მოკლედ ყველა მხრიდან. ვირჩევთ იმას, მოკლედ ჩვენს არჩევანში თავისუფლები აღარ ვართ, ბატონო ზურაბ აქეთ მივყავს მე. არც ადრე ვიყავით, არც ახლა არ ვარ. მე დავტრახტებ. ო, აი ასეა და სანამ 4 წელი ერთ ლოგინში არ დაწვევი ამ თავრობას და ვერ მიხვდები ის კარგი პარტნიორია. 4 წელი ლოგინში ეწვენა შვენერად ძალიან კარგად იცოდნენ.
მაგრამ აქ მე მგონი მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ რა თქმა უნდა სიყვარულია, ეს მთავარია. როდესაც ერთი ნახვით შეყვარებაზეა ლაპარაკი ან რაღაც ძალიან დიდ გრძნობაზეა ლაპარაკი. ახლა შეგიძლია ახლა დაფნა შენ თქვა აი სრულად აი დარწმუნებულმა იმაში რომ აი რაც ჩვენ ქვეყანაში ქორწინება 100% სიყვარულით ხდება? მე ამაზე უკვე ველაპარაკე. არ ხდება, ხო? სად რომელი 100%? მე მგონი გაცილებით ნაკლებია ვიდრე 50-ია რა. საერთოდ მიკვირს ხოლმე ვიღაცა სიყვარულით რო არის გათხოვილი და ვიღაცა სიყვარული. მამაკაცებზე ხო ვილაპარაკე. საერთოდ ვინ მისცა მამაკაც სიყვარულის უფლება? ახლანდელ თაობას აქვს ცოტა ამის შესაძლებლობა, რომ ეს დედიკოები და მამიკოები არ დომინირებენ ასე და წავალ რაღაცას აიღებს ბანკში სესხს და სადღაც იყიდის მინას და მოიყვანს იმ გოგოს ვინც უნდა და დედიკოს და მამიკოს აღარ შესჩერებია ეს ბიჭი, მაგრამ აქამდე რა ხდებოდა? ნამდვილად და ზუსტად რომ ვამბობ მაგას, ხო? ნახევარს მოაყვანინეს, ხო გახსოვთ მე ამაზე ვილაპარაკე? კი. ნახევარს შეტენილი ყავს, მეორე ნახევარს მოაყვანინეს და რაღაცა არის, ესე იგი, ძალით ადამიანს მაინც არ აქორწინებენ. როგორ არ აქორწინებენ? ეხა ფეხბურთზე გოგოს რომ მოუყვანს მთელი ერთი ვაგონი ხალხი რომ მოვა და შენ უნდა მოიყვანო, კარგით რა ბატონზურაბ რა. ვითომ აკარტ ხო? ფეხბურთზე კი არა, უფრო გაცილებით ნაკლები მომხდარა. აუცილებლად აიცულა. ხო რატომ მეცინა აღდგებით? ხო რასაც ვამბობ სწორად. მეც აქ ვცხოვრობ და ძალიან კარგად ვიცი რა ხდება. საიდან მიყვავს, საიდკენ მიყვავს, შემოგიოლოს ჩემი თავი. მე იქეთ მიყვავს რომ ადამიანმა საქართველოში, იმიტომ რომ მე მაპატიოს მთელმა მსოფლიო მაპატიოს ჩვენმა მეზობლებმა, რეგიონის ასე ვთქვათ ქვეყნებმა და ასევე შორსყოფა ქვეყნებმა ყველას პატივსცემ, მაგრამ ჩემი ქვეყანა მირჩევნია ყველას. ამიტომაც ესე იგი მე ძალიან მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველმა ადამიანმა, ქალმა თუ მამაკაცმა ისწავლოს არჩევანის გაკეთება. საერთოდ არჩევანის გაკეთების დიახ, არჩევანის იცით რა არის თავისუფლებაც არის რა. ბოლოს და ბოლოს შინაგან თავისუფლებას ადამიანს არავინ არ უზღუდავს რა დაფნა. არავინ და ოსვენციმში, მაიდანებში და ტრებლინკაში იყვნენ შინაგანად თავისუფალი ხალხი და სტალინურ გულაგში. ყოფილან რა. მე რა მინდა ვთქვა, რომ ადამიანი საერთოდ ადამიანი ღირსეული, ადამიანი თავისუფალი, რომელსაც შეუძლია თავისუფალი იყოს ცხოვრებაშიც, ბედნიერი იყოს, კონდეს ჰარმონიული სექსუალური ცხოვრება, ხო? და ასევე თავისუფალი იყოს საზოგადოებაში და კონდეს ჰარმონიული საზოგადოება. საზოგადოება, რომელიც განვითარებისკენ არის ორიენტირებული და არადაუშვათ რაღაცის და ვიღაცის გაფეტიშებისკენ არა, როგორც გაუთავებლად არის ჩვენში და არა მარტო ჩვენში, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, ხო? ჩრდილოეთით, სამხრეთით, თურქეთში რა ხდება, ხედავთ, ამაზრზენი რაღაცებია. საერთოდ ერთპიროვნულ მმართველობას უფრო არაფერი მეჯავრება რა. დიქტატურას ვერ ვიტან. ვიღაცას მოსწონს ღმერთმა მოახმაროს სიკეთეში. თუმცა სიკეთისკენ დიქტატურა არასოდეს არ არის ორიენტირებული და მე რა მინდა ვთქვა, აი არჩევანს რო ისწავლის ადამიანი არჩევანის გაკეთებას, თავისუფალი არჩევანის გაკეთებას, მიუხედავად ყველანაირი ზედაწოლისა, არა ზედაწოლა არის, ზედაწოლა იყო, ზედაწოლა იქნება. არსად არც ერთი საზოგადოებაში ადამიანი არ არის თავისუფალი ზედაწოლისაგან. ეს იქნება გარემოება, ეს იქნება ვინმე თუნდაც ახლობლები. დემოკრატიულ ქვეყნებშიც, იგივე ამერიკაში, ევროპაში რა არ არის? არის. იქაც არის რაღაცა პირობები, როცა ადამიანი რაღაცის ზედაწოლის ქვეშ არის. მაგრამ იქ ადამიანი რო არის მართლა შინაგანად თავისუფალი რა, აკეთებს არჩევანს. და ეს არჩევანი უნდა იყოს რელევანტური. და მერე არ უნდა დაიწყო წუწუნი, რომ ეს რა ცუდი ხელისუფლება ამირჩევია, ეს რა ცუდი ცოლი მომიყვანია, ეს რა ცუდ ქმარს გავყევი, სათქონდა ტვინი და თვალები და კიდე რაღაცეები. ადამიანი არის ცნობილი როგორც ადამიანი გონიერი, homo sapiens. ამიტომაც გონიერი არჩევანი უნდა გაკეთდეს, როდესაც ლაპარაკია სექსუალურ პარტნიორზე და მეუღლეზე.
ამაზე საუბარს განვაგრძობთ. მე კიდევ ერთხელ შეგეწინააღმდეგებით, როგორ უნდა იცოდეს, ვინ მოყავს, როგორ გამოადგება ის ადამიანი ლოგინში, როდესაც იმაში წითელ პარკში ყავს მარტო ერთი 7 ჯერ ნაკოცნი და ამით მთავრდება ყველა. კარგით რა ბატონო. გავაგრძელოთ ეს საუბარი. გავაგრძელოთ სარეკლამო ტურის შემდეგ. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. განვაგრძობ საუბარს, ვკამათობთ ეთერს მიღმაც და ეთერშიც და მე კვლავაც მინდა ბატონო ზურაბ შეგახსენოთ, რომ ადამიანს თვალები, როგორც თქვენ ამბობთ, თავის ადგილზე აქვს, ხვდება თვეების თუ წლების განმავლობაში იმ ადამიანს, რომელიც გულით უყვარს და გონებითაც, სხვათა შორის და მოყავს მე ის ცოლთან იმას მიყვება. ძალიან ხშირად გვეკითხებიან, როგორ გამოვიცნო, კარგი პარტნიორია თუ არაო. აი წითელ პარკშიო რო ვეხუტებიო და იმაზე სკამზე რო წამოუწვევით ერთმანეთს კარგად რომ მივეხახუნებითო ძალიანაც მომწონსო და ნიშნავს თუ არა ეს რომ კარგი პარტნიორი იქნება? ნიშნავს? რანაირად ნიშნავს? არაფერსაც არ ნიშნავს. არ ნიშნავს? რა თქმა უნდა არ ნიშნავს, მაგრამ აქ ერთი რაღაცას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თქვენი არგუმენტი აბსოლუტურად სწორია იმის თაობაზე, რომ ქორწინებამდელი სექსი ხსნის ბევრ პრობლემას. არა, ვერ ხსნის, მაგრამ ეს არის რისკის ასე ვთქვათ შემცირების კარგი საშუალება რა. ასე რომ ესეც ერთ-ერთი შეიძლება ნაბიჯია რა იმისათვის რომ არჩევანი იყოს უფრო შესაფერისი. რომ მე ადამიანი არ ნანობდეს რა მთელი სიცოცხლის განმავლობაში რატო ამ ადამიანს დაუკავშირე მე ჩემი ბედიღბალი ხო? ასეთ მამაკაც ამ შემთხვევაში ჩვენ პარტნიორ მამაკაცზე გვაქვს საუბარი. მაგრამ რა შეეცით საქმე? მოდით ეხლა მთელი საქართველოს მასშტაბით ვილაპარაკებთ, ქალაქ თბილისის მასშტაბით ვილაპარაკოთ რა. მე ისევ ჩემ პოზიციას უბრუნდები იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანს მეტი დაკვირვება ჭირდება, მეტი გონიერება ჭირდება. აი ესეთი არჩევანის გაკეთების დროს. ქალაქ თბილისში არა, ქალაქ თბილისში. კვლევებიც არის პრინციპში ჩატარებული, ბევრი არა, მაგრამ არის ჩატარებული. გარდა მაგისა კიდევ ჩვენც ხედავთ არა რაღაცა ემპირიული დაკვირვების გზითაც შეგიძლია დასკვნა გავაკეთოთ რა. დაახლოებით აი ახალგაზრდების ნახევარი უკვე ქორწინებამდელი სექსი აქვს დაუსნა. შესაბამისად ის არგუმენტი რომ აი არ აქვს საშუალება ესე გატესტოს რა თავისი მომავალი მეუღლე არ არის რა. ეხლა არ ახსენე შენ პირველ ნახევარში გადაცემისა რომ აი ახალგაზრდებს აი მეტი საშუალება აქვთ იმისა რომ აი რაღაც კრედიტი აიღონ ბინაში. ხო, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე ცოლ-ქმარი ქვიათ. ხო, არა, ეს ის ხალხია, რომელსაც ქორწინებამდე სექსი აქვთ უკვე. ამაზე მე მგონი ესე იგი დავა არ გვინდა, ბევრია უკვე ესეთი. მე რო ვიყავი ახალგაზრდა არც ვიცი იყო თუ არა. შეიძლება თითო როლა, რომელიც ამას საგულდაგულოდ მალავდა. დღეს ესე აღარ არის რა. და მე საით მიმყავს, იცით? იქეთ მიმყავს, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს პასუხისგებლობა. მე დაგეთანხმები ერთში სრულად 100%-ით, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა ბევრად უფრო ასე ვთქვათ პასუხისმგებელია, თუნდაც აი ეკონომიკური, ფინანსური თვალსაჩინოს თავის თავზე, თვითკმარია, რაც მე სიხარულით მინდა აღნიშნო, ეს კარგია. თვითკმარია. ჩვენ დროს ესე არ იყო. მაგრამ პროცენტი ასე ვთქვათ არარელევანტური არჩევანის გაკეთებისა, ხო? მაინც მაღალია. ძალიან მაღალია და მე ვშიშობ, რომ უფრო მაღალი ვიდრე მაშინ, როდესაც მე ვიყავი ახალგაზრდა. აი გასული საუკუნის 70-იან წლებში. ესე იგი საქმე რაღაცა სხვა რამეშია რა. და ეს მდგომარეობა, აი ეს რაღაცნაირად უკეთესისკენ არ იცვლება. შესაძლებელია ეს დაკავშირებული არის რაღაცნაირად, ალბათ ინტელექტთანაც. ვერ ვიტყვი ინფორმაციის ნაკლებობასთან, იმიტომ რომ აი ინტერნეტის საუკუნეში ინფორმაციის მიღების უკვე და წვდომის ამ ინფორმაციაზე უკიდე განო შესაძლებლობებია.
მაგრამ რა არის იცით, კაი მთქმელს ხო კაი გამგონი უნდა. ბატონო ზურაბ, მე ვერ დაგეთანხმებით ინტერნეტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ინტერნეტი ქართულენოვანი ინტერნეტი არ არის კარგად ჯერ კიდევ განვითარებული. მე საერთოდ ისეთ სტატიებს ვაწყდები, ვისი ნათარგმნია, საიდან არის ნათარგმნი, კაცმა არ იცის. ინგლისური ამ თაობამ ისე კარგად ჯერ არ იცის, რუსული უკვე არ იცის. ამიტომაც სად უნდა ეძებონ ეს ყველაფერი? იცით, აი კარგია რომ ეს საკითხი ასწიე რა. აი ზუსტად, აი რა ეძებონ და როგორ ეძებონ ეს არ იციან. თორე რასაც პოულობენ, ახლა ბევრს პოულობენ, მაგრამ იმას არ პოულობენ, რასაც საჭიროა რომ იპოვნონ. და ამისათვის რომ სწორად იპოვნონ, ადრე არსებობდა უნივერსალური საშუალება. ადრე იყო უნივერსალური ფასეულობები, აი, თუნდაც ზნეობრივი კრიტერიუმები, რასაც მშობლების ხელს უწყობდნენ უფროსი თაობა, მასწავლებლები, ეს იქნებოდა საშუალო სკოლისა თუ უმაღლესი სკოლისა. მათი ავტორიტეტი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე დღეს არის. სამწუხაროდ, აი მეც პედაგოგი ვარ, უმაღლეს სკოლაში ვასწავლე. მაგრამ მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ სწავლების ხარისხიც მნიშვნელოვნად შემცირდა. დაეცა, იყო დრო, როცა ნულოვან დონეზე მივიდა, მერე ცოტათი აიწია, მაგრამ ნულოვანს ძალიან ბევრად არ არის გადაცილებული დღევანდელი მაგალითად საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დონე. ალბათ ამან ყველაფერმა იმოქმედა და ყველაზე სავალალო, რასაც მე როდესაც აი სწორი არჩევანი ვერ ხერხდება პარტნიორისა რა, მაინც ხედავ იმაში, რომ ჩვენი ადამიანი, ხო? საშუალო სტატისტიკული ქართველი ადამიანი მაინც ინფანტილურია. ძალიან უჭირს გამოსვლა ბავშვობის ასაკიდან რა. განსაკუთრებით მამაკაცებს, ხო, აი რამდენჯერ გვისმის 45 წლის ბიჭი, 45 წლის 15 წლის ბიჭი და რაღაც ესეთი მარაზმები, ხო? ამას ვხედავ მე თვითონ ყოველდღე ჩემთან კაბინეტში. ყოველდღიური ცხოვრების, ასე ვთქვათ, განმავლობაშიც ჩვენ ყველაფერს ამას ვაკვირდებით, ეს სავალალოა და აი ამ მდგომარეობიდან აუცილებელი არის გამოსავლის მოძებნა. და როდესაც ვლაპარაკობთ რა, ცუდ პარტნიორზე, ვინ არის ყველაზე ცუდი პარტნიორი მამაკაცი, ხო? რა თქმა უნდა, ინფანტილური მამაკაცი, ბიჭი. დედიკოს ბიჭი. ბატონო ზურაბ, რახან ჩვენ დღეს მაინც გვინდა თუ არ გვინდა და შორს კი წავედით, მაგრამ ისევ ამის ირგვლივ ტრიალებთ, საუბრობთ ცუდ სექსუალურ პარტნიორ ქალზე, იმიტომ რომ წინა გადაცემა მივუძღვენით ცუდ სექსუალურ პარტნიორ მამაკაცს, მაინც ნახეთ ლოგიკურად მე მივდივარ იქამდე იმ 3 წლის შეჯამებით, რაც მე აი ამ გადაცემას თქვენთან ერთად ვუძღვები, რაც თქვენგან მსმენია და რაც წამიკითხავს და რაც მომისმენია კიდევ ჩვენ რადიო მსმენელებისგან, მივდივარ ერთ დასკვნამდე. რომ ცუდი სექსუალური პარტნიორი ქალი არ არსებობს. და გეტყვით რატო? იმიტომ რომ ფრიგიდულობა, ანორგაზმია და ვაგინიზმი, ეს 3 ძირითადი პრობლემა ქალბატონის, 3-ვე გამომდინარეობს მამაკაცისგან. არ არის ეს. ნამდვილად არ არის დაფნა ესე, თუმცა მე მაინც ვიტყვი, რომ პრობლემები ქალისა მნიშვნელოვნად წინათ გამომდინარეობს მამაკაცისგან, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც რახან ქალზე გვაქვს ლაპარაკი, მაინც გადავდოთ გვერდზე ის მიზეზები, რომელიც მეტწილად მამაკაცისგან არის განპირობებული, ხო? ეს იქნება დაუშვათ მამაკაცის, არასრულფასოვნება, ლაპარაკი არის ფსიქიკური არასრულფასოვნება, რა, ფსიქოლოგიური, ან მისი არასწორი ქცევა და ამ შემდეგ. ამ შემთხვევაში მოდით ვილაპარაკოთ, აი რა ტიპის ქალები არიან ცუდი სექსუალური პარტნიორები, ცუდები არიან სექსში. იცით რა? გასაკვირი ის არის, რომ თუ მამაკაცის, ასე ვთქვათ, ხარისხია რა, აი დაბალი ხარისხის მამაკაცი, ცუდი პარტნიორი მამაკაცი, მაინც დაკავშირებული არის სექსუალურ ფუნქციასთან უმეტესწილად. ახლა მიზეზი რა არის ამ სექსუალური ფუნქციის დარღვევისა, ხო გასაგებია ახლა ეს. დაუშვათ აღზრდა უპირველეს ყოვლისა დედის დიქტატი ან მამის დიქტატი ან სხვა, ასე ვთქვათ, პირობები, რაზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ. ქალის შემთხვევაში მაინც აი ცუდი პარტნიორი ქალი იმდენად სექსში მისი აი სქესობრივ კონსტიტუციაზე კი არ არის ეს დამოკიდებული. ეხლა მამაკაცი, კარგი ძლიერი მამაკაცი და კარგი სექსუალური პარტნიორი
რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაში არის მის სქესობრივ კონსტიტუციასთან, ანუ პოტენციასთან. ესეა რა. უფრო ხშირად ცუდ პარტნიორად ითვლება ეს მამაკაცი, რომელსაც ან სუსტი კონსტიტუცია აქვს, ან რაღაცა პრობლემების გამო. ხო, ქალზე ვისაუბროთ, ქალზე. ხო და რაც შეეხება ქალს ამ შემთხვევაში, არა? ქალის შემთხვევაში ესე ქალს შეიძლება კონდეს ძლიერი სექსუალური სქესობრივი კონსტიტუცია, მაგრამ იყოს ძალიან ცუდი პარტნიორი, იმიტომ რომ ქალის შემთხვევაში უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ ფაქტორებს. აი სოციალურად როგორ არის ეს ორიენტირებული ეს ქალი მამაკაცის მიმართ. და სხვადასხვა ტიპები აქვს, სხვა შეიძლება ფსიქოლოგებს გამოყოფილი ესეთი ქალებისა, ვინ არის ყველაზე ცუდი პარტნიორი, ძალიან საინტერესოა რა. აი მაგალითად ერთ-ერთი ტიპი, ძალიან პოპულარული ტიპი არის მტაცებელი. ეს ცუდი პარტნიორია? საშინელი. იმიტომ რომ მტაცებელი ქალის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა მის ასე ვთქვათ გარეგნობას, ფიგურა იქნება თუ რა, სექსუალობას, ხო? კონსტიტუციას ძლიერი აქვს თუ არა, ხო? აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მისთვის პრიმატი, აბსოლუტურად პრიორიტეტი არის ერთადერთი მამაკაცის მაპატიოს ყველამ და მაპატიე თქვენ და მაპატიოს რადიოსმენელებმა მამაკაცის გაწეწვა. ფინანსურად. აი ამაზეა ორიენტირებული. ესეთი ტიპის ქალი, რომ ძალიან ცუდი პარტნიორია, ესეთი ტიპის ქალი იწყებს არა იმითი დაუშვათ რაღაც მაღალი მატერიებით. იწყებს საკმაოდ სერიოზული აუდიტორული შემოწმებით არის მომავალი პარტნიორისა, როგორც ეს იმას ძალიან კარგად მაღალ პროფესიულ დონეზე ახერხებს და მერე უკვე ასე ვთქვათ იწყება ყველა პრობლემები, რა იწყება თავდავიწყება, რა ვთქვათ ესე. და რა არის იცით ახლა რატოა ცუდი ეს პარტნიორი? უფრო ხშირად ესეთი ტიპის ქალები, მტაცებელი ქალები, გაზრდილი არიან ხელმოკლე ოჯახებში. და მათი ძირითადი ფასეულობა არის ფული. არა, ფასეულობა კი არის ფული, მაგრამ ვიღაცამ უნდა ჩაუნერგოს ეს არა თავის დროზე, არა, ჯერ ბავშვი. რა საჭიროა, ვინ უნდა ჩაუნერგოს ახლა თუ გაჭირვებაშია გაზრდილი? იმიტომ რომ ამ გაჭირვების განმავლობაში ესმის დედასაგან ერთი და იგივე. აი მე რო ვიყავი გაჭირვებული, აი მე რო ესე აი სოფელში თუ სადღაც, ნუ რამე შეიძლება სოფელში გაიზარდა გაჭირვებული, სოფელში არის, ქალაქში არის რა. და აი შენ არ იყო ესეთი და აი მე რო ყურადღებას არ ვაქცევდი, მამაშენს გავყევი ან სიყვარულით ან მომიტაცა 1000 რაღაცა ხდება რა და საერთოდ ესეთი დედები ადრე არიან ქორწინებაში შესული იცოდეთ. აი ვინც ეს ზდის შვილს რა. და საბოლოო ჯამში ეს გოგონა უკვე ორიენტირებულია იმაზე, რომ როგორმე ხელში ჩაიგდოს მდიდარი მამაკაცი და ნუ მაგას ესეთ ინგლისურ ენოვან ქვეყნებში გოლდიგერებს უძახიან, გოლდიგერ. ეს არის ყველაზე საშინელი პარტნიორი. მამაკაცებს ეშინიათ რა ესეთი კითხვა მიჩნდება. ეშინიათ ასეთი ტიპების, მაგრამ ძირითადად ხელში კარგად უვარდებიან მაგრამ ძალიან. მაგრამ ნახეთ ახლა მე ასეთ შეკითხვა. შეიძლება ძალიან მიამიტურად ვსვამ ამ შეკითხვას. აი ის მტაცებელი ქალბატონი, რომელსაც უნდა რომ ყავდეს აი ესეთი ფიზიკურად ძლიერი. ხო, აი პირველად გასაგებია, ყველაზე ცუდი პარტნიორი. რატომ არის ყველაზე ცუდი პარტნიორი? აი ხა მე მიჩნდება კითხვა. იმ ფულის სანაცვლოდ რაღაცას მაინც არ აძლევს ამ მამაკაცს? თქვენ წარმოიდგინეთ არ უნდა დაიხარჯოს ლოგინში მაინც რაღაცა. სანამ ეტყვის რომ ქურქი მიყიდე, არაფერი წინ არ უნდა უწევდეს იმას. სიცოცხლის ბოლომდე ის ამ მამაკაცს დააყვედრის რომ აი მე შენ და ასე და ასე და ასე. გამოყევი და ვითომ ის არ ვარგოდა და ამან სულ ამეტებს თავს. და ესე იგი აი შენ მე არაფერი მომეცი და შენ მე არაფერი მიყიდე და აი შენ რომ მიყიდე, შეიძლება ნაყიდი კონდეს, ესე იგი იახტა, შეიძლება ნაყიდი კონდეს, აი კუნძული სადღაც მაგრამ სულ წამოაძახებს, ხო? სულ ყოფილი უნდა იყოს. რატო არ მიყიდე უფრო დიდი კუნძული, რატო არ მიყიდე უფრო უკეთესი იახტა? ეს არის საშინელება რა და საერთოდ აი ფსიქოლოგები ურჩევენ ხოლმე რა, ძალიან კარგი იწაკითხული მაქვს, ძალიან ესეთი კარგი ანალიზი ესეთი შემთხვევებისა, რომელიც არის აი განზოგადოებული რაღაცა და ძალიან კარგად. ესეთი ტიპის ქალს, როდესაც უკვე დააფიქსირებს ადამიანი, ჩვენ ხო ვამბობთ გონიერ არჩევანზე რა რაღაც. შეხედოს რა, ვისთან აქვს საქმე რა. შეხედოს. ახლა ქალს რა თქმა უნდა უხარია საჩუქრები, ითხოვს კიდევაც ხანდახან, მაგრამ ყველაფერს ხო საზღვარი აქვს.
და როდესაც მე ესეთი ადამიანის ხელში როგორც თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ ესე ადვილად იულად ვარდება ეს მამაკაცი ვიზზე ბრაზდება მე ნეტა ვაიმე შეარგოს ღმერთმა ვიზზე ბრაზდება ანკესზე წამოეგო ესე იგი ეს მისი ბედია ხო და ესე იგი აქ უკვე რაღაცა ლოგიკურად იბადება ანალოგიები ქართულ ანდაზასთან ყველას თავის წვალებელი უყარს ნუ ან რაღაცა პარაფილის ნაირსახეობასთან რაც მაზოხიზმთან მე აუცილებლად მეტყვიან ძალიან დიდხანს ისაუბრეთ და ნომერი არ გამოგითხადებიაო მე აუცილებლად უნდა შევახსენო ჩვენს რადიო მსმენელებს რომ საუბარში ჩართვა შეუძლიათ ორი საშუალებით პირველი ეს არის ზარი რომელიც არის საჯარო და გაიჟღერებს თქვენი ხმა ეთერში თუ ეს არ გსურთ მაშინ შეგიძლიათ მოგწეროთ SMS-ი იგზავნება ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ერთსა და იმავე ნომერზე 9177 91778 და არეკვა შეგიძლიათ ნომრებზე 292119 და 29211188 მინდა განვაგრძო და ისევ მინდა დაუბრუნდე იმას რაც თქვი ბატონო ზურაბ რახან საუბრობთ ცუდ სექსუალურ პარტნიორზე ხო ცოტა ლოგინშიც ჩავიხედოთ ხო ეხლა ეს ლოგინს მიღმა ხდება ეს ყველაფერი ხო ეს gold diggerები და ეს ქალბატონები ცოტა იქით წავედით უფრო ფსიქოლოგიურისკენ ვიდრე თქვათ კი მაგრამ ეს უშუალოდ მაინც დაკავშირებულია ამასთან იმიტომ რომ ანატომია რაშვებიანი ციტესენი ძალიან ხშირად ესეთი ტიპის ქალები სინამდვილეში არ არიან ისეთი ვნებიანები როგორც თავს აჩვენებენ რა და ეს ყველაფერი ვრინდება მერე უკვე თავისას რო გაინაღდებს ამგეთ აი შეიძლება იმ პერიოდში როცა ნუ ან girlfriend-ია ან რაღაცა პირველი რაღაც ექსპერიმენტებს ატარებენ აქ სულ სხვანაირია და მერე უკვე თავისას რო გაინაღდებს და რო იწყებს პრეტენზიებს რო ჩაიგდებს რა ხელში რაღაცას თავშოთ ეს იქნება მატერიალური სიკეთე თუ რაღაცა ვალდებულება მამაკაცის მიერ მიცემული მის მიმართ მაშინ სულ სხვანაირი ხდება ბატონო ზურაბ ისევ იქ დავბრუნდეთ აი მე მიწერია აქ ფრიგიდულობა ანორგაზმია ვაგინიზმი ნუ ფრიგიდულობა ეს არის ასე ვთქვათ კონსტიტუციონალური ანორგაზმია თანდაყოლილი როდესაც ადამიანი ვერანაირად ვერ იღებს ორგაზმს ვერანაირად ვერ იღებს ორგაზმს და უფრო ახლოს არის ეს გარკვეულწილად სქესობრივი ლტოლვის ალიბიდემიასთან არის ახლოს უფრო რა ეს ფრიგიდულობა ალიბიდემია ეხლა რაღაც ახალია რა არის ლიბიდოს არ არსებობა რა საერთოდ არ არსებობა არ აინტერესებს ადამიანს არ აქვს ლტოლვა და არ აქვს სურვილი სექსისა რა ეს არის ფრიგიდულობა ეს არ არის კაცთან დაკავშირებული ნუ იმდენად რამდენადაც ახლა ნუ ეს ჰეტეროსექსუალურია ეს ყველაფერი ჰეტეროსექსუალურ კალზეა ლაპარაკი ხო რა თქმა უნდა მამაკაცთან არ დაკავშირებული მაგრამ მას არ არის როგორ არის დაკავშირებული მე იმის კითხვა მინდა რომ მამაკაცი აქ არაფერს შუაში არ არის ეს არის მისი კონსტიტუცია ეს დაიბადა ასეთი მაგრამ შეუძლია თუ არა კარგ σεξუალურ პარტნიორს რომ მსგავსი ქალბატონი გამოაცოცხლოს გაუჭირდება მაგრამ შესაძლებელია თუმცა აი კონსტიტუცია კი როგორ არა მაგრამ რა თქმა უნდა პროცენტი განკურნებადობისა ნაკლებია იმიტომ ყველაზე მძიმე ფორმაა ეგა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა სექსუალური დისფუნქციების რომელიც შეიძლება არსებობდეს ანორგაზმიაში ვინ არის დამნაშავე მამაკაცი კონსტიტუცია ძალიან ბევრი მიზეზებია ყველაფერი რა საერთოდ ქალის სექსუალური დისფუნქციები თავისი მიზეზებით ძალიან მრავალწახნაგოვანია რა მაგრამ ამ შემთხვევაში როდესაც ანორგაზმიაზე კლასიკურ ანორგაზმიაზეა ლაპარაკი ანუ ორგაზმის სექსის დროს მიღებული ესე სქესობრივი აქტის დროს ორგაზმის მიღების ან შეუძლებლობა ან ხშირი და მყარი გაძნელება ასეთ შემთხვევაში მამაკაცი ხშირად უშუალოდ არის დაკავშირებული ხომ ეს შეიძლება იყოს ნაადრევი ეიაკულაცია, შეიძლება იყოს აი ჩვენთან ძალიან ხშირია ესა როგორც ნაადრევი ეიაკულაცია, ასევე წინასასიყვარულო პრელუდიაზე პრაქტიკულად ან უარის თქმა, ან მისი ძალიან ნაკლები ხანგრძლივობა რა. ჩვენ ხო ვიცით რომ ფიზიოლოგიურად
ქალის ეგრეთ წოდებულ გახურებას არა აღზნებას მეტი დრო ჭირდება და შესაბამისად მამაკაცის პასუხისგებლობა როგორც სექსუალური პარტნიორის ამ შემთხვევაში არის ძალიან მაღალი და როდესაც ადამიანი მამაკაცი არაფრად დაგიდევთ იმას რომ აქნა ადრევი ეკულაცია რომ სრულად არ არის საკმარისი იმისათვის რომ მისმა სექსუალურმა პარტნიორმა ქალმა მიაღწიოს ორგაზმს თავს არიდებს მკურნალობას არ აინტერესებს სექსის ხარისხის გაუმჯობესება რა თქმა უნდა მამაკაცების უმრავლესობა ძალიან კმაყოფილია როდესაც ქალიც აღწევს ორგაზმს უმრავლესობა ესეა მათ აინტერესებთ ჰარმონიული სექსი და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის მაგრამ არც უმცირე რაოდენობაა ჩვენი მამაკაცების რომელიც საერთოდ არ რეაგირებენ ამაზე მე ხო ვიღებ სიამოვნებაზე მე რაო ქალისას არ დაეძებს რა თქმა უნდა მამაკაცის პასუხისგებლობა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ბატონო ზურაბ, სანამ დავასრულებ და პირველი საათი ჩვენი ურთიერთობის რადიო მსმენელებთან სრულდება, 2 წუთიღა დაგვრჩა ვაგინიზმზეც უთხრათ, ხო, ორიოდე სიტყვა, იმიტომ რომ ვაგინიზმი შეფრობილი ვაგინიზმიანი პარტნიორი, ცუდი პარტნიორი, ხო. აი ვაგინიზმი არის ყველაზე მწვავე ქალის სექსუალური დისფუნქცია. ეს არის მწვავე სექსუალური ტკივილის სინდრომი, ასე ვთქვათ, რა. აი თანამედროვე კლასიფიკაციებში, მაგალითად DSM-5-ში, რა, ამერიკულ კლასიფიკაციაში, უკვე იმას ტერმინ ვაგინისაც კი არ ხმარობენ. არამედ ამბობენ, ესე იგი, აი პირდაპირ ესე ტერმინს, რომ ესე იგი sexual pain and penetration syndrome. ესე იგი სექსუალური ტკივილისა და პენეტრაციის სინდრომი. ნუ პენეტრაცია შეღწევა, ვერ ხერხდება და ამ დროს არის ძლიერი ტკივილი. მაგრამ ნუ მოდით ტკივილი წამოვწიოთ წინა პლანზე ამ შემთხვევაში. ეს არის უმწვავესი სექსუალური დისფუნქცია, როცა საერთოდ სქესობრივი აქტის ჩატარება შეუძლებელია. მამაკაცს რაც არ უნდა ძლიერი ერექცია ჰქონდეს, არ აქვს ფიზიკურად არ შეუძლია და ვერ შეძლებს ვერანაირად. თუ მძიმე ფორმაა ვაგინიზმისა, შეყვანას საშოში მისი სასქესო ერეგირებული სასქესო ორგანოზე. მე ესე იგი ეს სიტუაცია ტრაგიკულია იმ თვალსაჩინოთაც რომ დროთა განმავლობაში მამაკაცსაც ერღვევა ერექცია, მაგრამ არის თუ არა ვაგინიზმიანი ქალი ცუდი პარტნიორი? არა. პარადოქსია. სექსოლოგია პარადოქსებითაა სავსე და ერთ-ერთი პარადოქსია და მოდი ეს სარეკლამო პაუზის მერე გავშიფროთ, კარგი? მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენ ლიმიტს გადავაჭარბეთ. თქვენ გამოაგზავნეთ SMS-ები ნომერზე 917778, გადაცემის მეორე ნახევარში ბატონი ზურაბი უპასუხებს ნებისმიერ თქვენ შეკითხვას. ახლა კი სარეკლამო ჭრა. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრები სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მომღერლებს. საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, უსმენთ გადაცემას სახელწოდებით აკრძალული ხილი. ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს 10 საათზე. გრძელდება ის 11 საათსა და 45 წუთამდე, ნუ ღარ მოვატყუებთ ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ 2 საათი ამ თლათ ესეც არ არის. ამ სარეკლამო ჭრებით ხოას გამოდის თითქმის. რაც შეეხება ჩვენთან დაკავშირებას, მე კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ ტელეფონის ნომრებსაც და SMS ნომერსაც. ჯერ დავიწყოთ ტელეფონის ნომრებით. 2921188 2921199 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებია. რაც შეეხება კითხვა ან გამოხმაურებას, ან დაიმე კომენტარს, მისი გამოგზავნა შეგიძლიათ როგორც ქართული, ასევე ლათინური ასოებით ქართული ტექსტი ნომერზე 917778, ეს გახლავთ SMS ნომერი, ნებისმიერი მობილური ოპერატორისთვის ერთი ნომერი გვაქვს. ჩამოგეჭრებათ სწორედ იმდენი, რამდენიც დააწესა თქვენმა მობილურმა ოპერატორმა, ასე რომ შეგიძლიათ მე მგონი 6 თეთრის ფარგლებში მერყეობს, ეს 6-7 თეთრის ფარგლებში შეგიძლიათ იმდენი კითხვა, რამდენიც გაქვთ, იმდენივე დასვათ ბევრს არაფერს დაკარგავთ. ბატონო ზურაბ, გინდოდა თქვენ რომ დაგესრულებინათ საუბარი წინასწარ. დიახ, აი ჩვენ ყველაზე უფრო მწვავე ქალის სექსუალურ დისფუნქციაზე ვილაპარაკეთ და ეს ცუდი პარტნიორი არის თუ არა ვაგინიზმიანი ქალი. პარადოქსია, მაგრამ არა. ვაგინიზმიან ქალზე მამაკაცი, რომელიც ესე იტანჯება და ხანდახან წლების განმავლობაში გიждდება რა. და ამას აქვს ობიექტური სპორტული ინტერესი უკვე უნდა შეღწევა და ვერ აღწევს. არა მარტო. ესე იგი ეს გამომდინარეობს იქიდანაც, რომ ჯერ ერთი საოცრად ლამაზები არიან ისინი. და არიან ძალიან სექსუალურები. ბატონო ზურაბ, სექსი თუ არ შედგა
ნორმალური სექსის საშუალებას არ იძლევა ვაგინიზმიანი ქალი. არის სქესობრივი აქტივობის სუროგატული ფორმებიც. კი ბატონო და ეს მამაკაცებს წლების განმავლობაში აკმაყოფილებთ? გარდა მაგისა არის კიდევ ალტერნატიული სექსიც, ხო? რის გამოც ჩვენ გვაკრიტიკებენ ძალიან. აი ბევრი წვილი, სადაც ქალი ვაგინიზმით არის დაავადებული, აი ალტერნატიული სექსით არიან დაკავებულები. და ეხლა ეს აკმაყოფილებს, აი წლების განმავლობაში შეუძლია კონდეს ანალური და ორალური სექსი. ორივეს არ აკმაყოფილებს. ცდილობენ, მაგრამ რაღაცნაირად რანაირად არის, იცით? აი ძალიან ხშირად უმალავენ მშობლებს, უმალავენ ახლობლებს, უმალავენ მეგობრებს. ეს მათი საიდუმლოა რაღაცა, ესე იგი ეს ინტიმის მომენტი, აი ეს საიდუმლოება რაღაცნაირი, აი მისტიკური ელფერსიც ეს ასე დროს და უფრო აახლოვებს მათ სხვათა შორის. უფრო აახლოვებს, მაგრამ საქმე რაშია, იცით, აი უბედურება იმაშია, რომ ექიმთან მისვლა ამ ჯოჯოხეთიდან ათავისუფლებს მათ. დიდ უმრავლეს შემთხვევაში ვაგინიზმი იკურნება. მაგრამ ამას ისინი რაღაცნაირად თავს არიდებენ ხოლმე ხანდახან წლების განმავლობაში, ხანდახან თვეების განმავლობაში უკეთეს შემთხვევაში. მე უამრავი პაციენტი მყავს უკვე, ესე იგი 240 გადააჭარბა ჩემი პაციენტების რიცხვმა. ეს ძალიან დიდი რიცხვია, იქიდან გამომდინარე, რომ მთელ მსოფლიოში ეს იშვიათ დაავადებად ითვლება, მაგრამ მაინც ძალიან უყვართ ეს, ესე იგი მართლა არის სიყვარული რა, ასეთ წყვილს შორის. რეალური სიყვარული ძალიან და დიდი ლტოლვა, სექსუალური მიზიდულობა. ერთმანეთის მიმართ და მე ვფიქრობ, რომ აქ გარკვეულ როლს თამაშობს ისიც, რომ აი რაღაცნაირად ელიან იმ დროს, როდესაც მოხდება ნორმალური სქესობრივი აქტი. მოხდება ეს ვაგინალური სექსი და ექიმის დახმარებით ეს ხერხდება ხოლმე რა. ბატონო ზურაბ, გადავიდეთ ჩვენ რადიო მსმენელები შეკითხვებზე, გველოდებიან ადამიანები. პირველი არ არის შეკითხვა, მოგესალმებით. გამარჯობა გენაცვალე. ეს იყო სულ. მეორე მსმენელი გვწერს, მაქვს 15 სანტიმეტრიანი პენისი, სასურველი ზომა ქალისთვის. აი აქ ცოტა გაუგებარია, სასურველია ეს ზომა ქალისთვის გვეკითხება. კითხვის ნიშანიც არსებობს კლავიატურაზე, რომ დასვას. ზომა საშუალოზე მეტია რა. მაგრამ ახლა ესეთი კატასტროფული არაა, რომ რაღაცა დიდი პრობლემები შექმნას სექსში. არ შექმნის, მე ვფიქრობ ოპტიმალურია. ქალბატონო დაფნა Facebook-ში ვერ გპოულობთო. ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook-ში ჩვენთან დამეგობრება შეგიძლიათ თუ აკრებთ, ან ინგლისურად, ან ქართულად აკრძალული ხილი რადიო იმედი. ასევე შეგიძლიათ მოგწებნოთ YouTube-ზე. ოღონდ YouTube-ის შემთხვევაში აქ ქართული შრიფტი უნდა გქონდეთ. უნდა აკრეფოთ აკრძალული ხილი რადიო იმედი, იმიტომ რომ აკრძალული ხილი კიდევ მუსიკალური ჯგუფიც არსებობს. აკრძალული ხილი რადიო იმედი და იქ ნახავთ YouTube-ზე ყველა გადაცემას, რომელიც კი დღემდე გასულა ეთერში. ყველა გადაცემის ლინკი ასევე იდება ჩვენი Facebook-ის გვერდზე. თუ დღეს გამოგჩათ რაღაც, რაც გაინტერესებდათ, შეგიძლიათ ხვალვე უკვე მოусმინოთ, დღეს მეორე ნახევარში დაიდება. ვუპასუხეთ ამ მსმენელსაც. დაფნა, ორალური სექსითო ძალიან მიყვარსო. ორალური სექსი ძალიან მიყვარს, ეს იმპოტენტობას ხომ არ გამოიწვევს და სექსი აღარ მომინდებაო, ლუკას აინტერესებს. მამაკაცი. რა თქმა უნდა, ხა რა შუაშია ახლა. ერექციულ დისფუნქციასთან რა შუაშია ორალური სექსი, არავითარ. გონიათ რომ შეჩვევადობასით. უნილინგუსზე ელაპარაკი. რა თქმა უნდა. უნილინგუსზე თუ შეიძლება ფელაციაზე. არა, ფელაციაზე ელაპარაკი. როდესაც მე მიკეთებენ ძალიან მომწონსო. არა, მაგრამ საქმე რაშია, იცით, ესე იგი აქ არის ერთი პრობლემა. პრობლემა არის ხლა აი რა ასაკის არის ეს მაწვილი. თუ ის ახალგაზრდა ასაკის არის და თუ ის ხშირად იცვლის პარტნიორებს, არა? შემთხვევით პარტნიორებს, ხო? ესე იგი ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია ახლა თქვა რამდენად კარგია და რამდენად არა და რაღაცა. აი ყველაფერი კარგი და ცუდი და საერთოდ ხარისხი სქესობრივი ცხოვრებისა, სექსუალური ცხოვრებისა და სექსის არა მაშინ ხდება მაგის შეფასება, როდესაც არის მუდმივი პარტნიორი. არ ამგონია ახლა მან მუდმივი პარტნიორი ხავდეს.
ქრისტე აღდგა დაესწარეთ მრავალს ყოველივე კარგ დღეებს ძვირფასო დაფნა ბატონო პიხარეთ იღგრძელეთ მუდამ მოგიკითხეთო თქვენი მსმენელი ბესო 33 წლის ეს და ფონი დანჩები მეგობრები ხართო და გულები გამოგვიგზავნეთ და ძალიან დიდი მადლობა თბილი მილოსვისათვის ბესო ყოველ დღე მაქვს სექსი ხან დღეში ორჯერაც მაინტერესებს ცუდი ხომ არ არის ჯანმრთელობისთვისო თუ გაკმაყოფილებთ თქვენ და თქვენ პარტნიორს ძალიან კარგია ეს უნდა იყოს მე ჯუმაკრო არ აკმაყოფილებს რომ არ ყავს პარტნიორი და მასტურბაციას ეძახის ადვილად შესაძლებელია რატომღაც ასე მგონია ადვილად შესაძლებელია მაგრამ მოდით ახლა ჩავატაროთ პატარა ასე ვთქვათ ლიკბეზი რა სქესობრივ განათლებაში ძვირფასო მეგობრებო ვისაც გონიათ რომ მასტურბაცია არის სექსი ცდებით მასტურბაცია სექსი არ არის მასტურბაცია სქესობრივი აქტი არ არის სქესობრივ აქტს ვერასოდეს ვერ შეცვლის მასტურბაცია არის სექსუალური აქტივობის სუროგატული ფორმა რაღაც ისე გაიჟღერა ბატონო აგერ კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და ესაც ხო არ ჩავწეროთ ყველაფრის რეგლამენტაციას თუ იქნება კონსტიტუციაში არ ვიცი ყოველ შემთხვევაში უნდა განვასხვაოთ რა და რომ ამბობსო დღეში რამდენჯერმე მაქვს მე სექსი არა აქვს თუ აქვს მასტურბაცია მას საერთოდ არ აქვს სექსი მაშინ ნუ აბა რატო გაუჩნდა ეს შეკითხვა ჯანმრთელობას ხომ არ ავნებსო იმიტომ რომ ძირითადად ვინც ხშირად მასტურბირებს იმათ უჩნდებათ მსგავსი შეკითხვა გეთანხმები ჩემო დაფლა თუმცა შეიძლება ხო მოგწეროს თქვენი ეჭვი გონივრულია და ალბათ ხო პასუხეთ არა ნუ მაინტერესებს ჩავატარეთ გაიგოს უნდა რომ ეს სექსი არ არის მოგესალმებით მაქვს ვარიკოცელე თუმცა სპერმოგრამა მაჩვენა რომ განაყოფიერება შესაძლებელია კივილის მოსასპობად ოპერაცია აუცილებელია თუ სხვა მეთოდიც არსებობს სამწუხაროდ ოპერაციას ალტერნატივა ხშირ შემთხვევაში არ აქვს მაგრამ ამას წვეთავს ყოველთვის ქირურგი უროლოგი რომელიც აკეთებს ამ ოპერაციას და თვითონ სპერმოგრამის მაჩვენებლები რა არის იცით აი არის ესეთი ბევრი კვლევებია რა და არის უშვილობების ისეთი ფორმები როდესაც არა სპერმის მახასიათებლები ნორმალურია მაგრამ მისი იმუნოლოგიური პარამეტრები რაღაცნაირად იცვლება ესეთნაირად რომ სპერმის განაყოფიერება ეჭვის ქვეშ დგება და აი ასეთი მდგომარეობის დამნაშავედ ხშირად ვარიკოცელე მოიაზრება ამიტომ სიფრთხილეა საჭირო და უნდა გადაწყვიტოს ექიმმა ყველა შემთხვევაში თუ გასაკეთებელი მithumet ეს ტკივილის სინდრომია ნუ გაიკეთოს უნდა რა ჯობია გაიკეთოს ბატონო ზურაბ მართალიაო რომ მარტო ადამიანი დელფინი იღებს სექსისგან სიამოვნებას რა ვიცი ახლა ვახსენეთ ჩვენ ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციები და ისეთ სასწაულებს ზოგჯერ გეტყვიან რომ რატო იღებს მარტო ადამიანი და დელფინი რა არ სიამოვნებს ხვეებს სექსი თვითონ ბუნება ისე არის აწყობილი რომ სექსის დროს სიამოვნების მიღება ხო ეს არის გარკვეულწილად მოტივაცია იგივე ძუძუმწოვარი არსებისათვის რომ ის გამრავლდეს ყველა ღებულობს სიამოვნებას რატომ მარტო დელფინი და ადამიანი აი გვწერს ადამიანი რომელმაც არ იცის რა არის ვაგინიზმი ნახეთ გამიგიაო რომ არსებობს ქალთა ისეთი კატეგორია რომლის საშოშიც პენისის შეყვანა ფიზიკურად შეუძლებელია მაინტერესებს ასეთ შემთხვევაში რა უშლის ხელს პენის საშოშის შეყვანას და განკურნებადი არის თუ არა ეს დაავადებაო ვაგინიზმი არის განკურნებადი თავიდან ბოლომდე სწორად აქვს მას სხვათა შორის ჩამოყალიბებული ის ვერ ხერხდება პენეტრაცია ანუ ვერ ხერხდება ერეგირებული ასოს შეყვანა ქალის საშუში ვაგინიზმის დაავადებული ქალის საშუში მაგრამ გარდა იმისა რომ განკურნებადია მიზეზი აინტერესებს მას რატო ვერ ხდება ფიზიკურად ვერ ხდება იმიტომ რომ არის სპაზმი კუნთოვანი სპაზმი საშოს კუნთების სპაზმი და არა მარტო საშოს არამედ მენჯის ფუძის კუნთების ხანდახან ამ სპაზმს და კრუნჩხვას უერთდება კიდე მუცლის და ბარძაყის კუნთებიც რაც კიდევ უფრო ართულებს და გარდა მაგის არის ძალიან დიდი შიშის სქესობრივი აქტისა გოგონას მიერ განცდილი და ნუ თავი და თავი ის არის რომ მიზეზი ვაგინიზმისა არის
ფსიქოგენური. ეს არის ფსიქიკური აშლილობა. ანუ სექსუალური დისფუნქცია, რომელიც განპირობებული არის ფსიქიკური, ასე ვთქვათ, მიზეზებით. ფსიქოგენურია წმინდა წყლის. მოგესალმებით, მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად სანდო ინფორმაცია არის განთავსებული ამ საიტზე, ვერ გაუკეთებთ, ვერ გაუწევთ რეკლამას, მე უკვე გითხარით ბატონო ზურაბ ამ საიტის სახელწოდება ეს გამორიცხულია ახლა ესეთი რაღაცა. სხვა ქართული საიტი ანალოგიური მგონი არც არსებობსო. იცით რა, ნებისმიერი საიტის ხარისხი და მისი სარწმუნოობა თვითონ ადამიანმა უნდა შეაფასოს რა. როგორ შეაფასოს ახლა ახალგაზრდა გოგოან ბიჭია, ხო? წააწყდა ამ საიტს. კითხულობს რაღაცას საკმაოდ ისე ლაკონურად კარგად დაწერილს. შესაძლებელია ძალიან სამეცნიერო ენითაც. აი როგორ უნდა მიხვდეს? ძალიან მარტივად. ეს ინფორმაცია მან უნდა ამოიღოს და აჩვენოს სპეციალისტს. გადაამოწმოს. სანამ დაიჯერებს და გააკეთებს, არა? ხო შეიძლება ზოგიერთმა საიტმა მაგალითად საეჭვო რაღაცა წარმომავლობის პრეპარატებს გაუწიოს დახმარება, რომელიც ადიდებს სასქესო ასოს. ხო არის ეგეთი რა? კონაურია ბაზი. ესეთი უსინდისო რეკლამები. ან რაღაც დასაჭიმი ასოს მოწყობილობები და რაღაცებს სანამ დაიჭიმავს ასოს და მოიტეხავს ამ ასოს, ხო? ასოს მოტეხილობა არსებობს ყოველთვის. მძიმედ მიმდინარეობს. twini გაანძლიოს ცოტა და გადაამოწმოს ეს ინფორმაცია. ამოიღოს, ამობეჭდოს. აჩვენოს იმას ვისაც პენისის დაგრძელება გირების დაკაჩვით უნდა, იმის twins კარგად ვეღარ გაანძრევს, ხო ხდებით? მე მგონი მათ twins უნდა ცოტა დაკაჩვა რა. ოღონდ დაკაჩვა არა გირების საშუალებით, არამედ ასე ვთქვათ ინტელექტუალური ან ვარჯიშებით, ან ტესტებით, ან ტრენინგებით. ბატონო, კიდევ ერთ რაღაცას გეტყვით რა, სამწუხაროდ ინტერნეტი არის ყველგან და სექსოლოგი მხოლოდ თბილისში. მე რა ახლა რა უნდა ქნას ახლა ამობეჭდოს ეს ყველაფერი და მოგიცუნსულოს თქვენ? აი რა არის მაგაში ახლა არაფერიც არ არის, მაგრამ ახლა ხელი რაზეც მიუწვდება, ახლა არის ეს საიტი. ბოლოს და ბოლოს არა შეიძლება ეს გადამოწდეს თუ თბილისში ვერ ჩამოდის და რაიონში არის მარტო ხო საქართველოს რეგიონებში ხო იქ არიან ექიმები მომიჯნავე სპეციალობის შეიძლება მათზე კითხვა მათ შეუძლია დაუშვათ იგივე ჩემთან დაკავშირება კოლეგას ვის ვეთყვი უარსკაც. არაფერი პრობლემა ეგ დიდი არ არის რა. საერთოდ ყველა ინფორმაცია თუ არა ეს საიტი ჩვენ ამ ჩვენს მეგობარ რადიომსმენელს ვერ ვპასუხებთ. უბრალოდ ეხლა ჩვენ ვპასუხებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ინფორმაცია რაშიც მას ეჭვი ეპარება რა. ამოიღებს და მოგვაწვდის რა. შემდეგ შეკითხვა, საზიანოა თუ არა ქალისთვის ანალური სექსი და კაია თუ არა სახისგანისთვის მამაკაცის სპერმა? ახლა მეორე კითხვაზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ ახლა ეს ალბათ კოსმეტოლოგებს უნდა შეეკითხოთ და რაც შეეხება ანალურ სექსს, ხო? ანალური სექსი თუ ის სიფრთხილით არ არის ჩატარებული, საფრთხის მატარებელია. მაგალითად ლუბრიკანტის გარეშე ძალიან ადვილად შეიძლება ამ დროს განვითარდეს ნახეთქების სწორი ნაწლავის. შესაძლებელია სისხლდენაც. რაც გარკვეულ პრობლემებს შექმნის. ამიტომაც საჭირო არის სიფრთხილე, ლუბრიკანტის ხმარება. და სპერმის კოსმეტოლოგიაში გამოყენების შესახებ მე არაფერ მსმენია მართალი გითხრა რა. ვერაფერს ვიტყვი. კოსმეტოლოგებს შეეკითხონ. გამარჯობა, დაფნა ნამდვილი სახელია თქვენიო თუ კლიჩკაო და ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ კლიჩკა აქვს ძაღლებს ან ქურდებს და ეს გახლავთ ფსევდონიმი, ეს არ არის ნამდვილი სახელი და მაინტერესებსო ორალური სექსიო ვინმე რომ დაკავდეს ჩემთან ორალური სექსის თუ მანდილოსთან შეუძლია თუ არა რამე დაავადება გადამდოსო? შეუძლია, თუმცა ალბათობა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ორალური სექსის დროს ნაკლებია ვიდრე ვაგინალური სექსის დროს, თუნდაც ანალური სექსის დროს. მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით თუ პარტნიორში ეჭვი ეპარება ჩვენ რადიოსმენელს, ჯობია მაინც პრეზერვატივით დაცული სექსი იყოს, მათ შორის ორალურიც. ცუდად ისმის რეგიონშიო. აი მოგწერეს. რა ისმის ცუდად? ჩვენი გადაცემა როგორ ჩანს? ან ჩვენი სიგნალი. ხარისხი სიგნალისა, ვაიმე.
ну კარგია, მაშინ მოგვაწოდეთ რომელი რაიონია და ხო არ მოუწოდე, ცუდად ისმის რეგიონში. იქნებ ჩვენ ტექნიკურ სამსახურებს ჩვენ ტექნიკურ გადავსვით. სამსახურს მივაწვდენთ ხმას აუცილებლად. გაიხარეთ ქრისტე აღსკა, ჭეშმარიტად გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულსო ნინო ბებო გწევს. დიდი მადლობა ნინო ბებო. ჭეშმარიტად. მოგესალმებით. ქალის ცუდი პარტნიორობა იმითაც გამოიხატებაო, თავისუფალი როდესაც არ არის სექსში. კაცებს მოსწონთ, როდესაც ქალი თავისუფალია. არ არის შებოჭილი. ქალებო იყავით თავისუფლები და თუ გინდათ სრულყოფილი სექსი, ვისი ან რისი გერიდებათ, როცა საყვარელ ადამიანთან ხართ. ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციაა, მაგრამ მე აქ უბრალოდ ცოტა ერთ აქცენტებს გადავაადგილებდი. როგორ აიცით, კაცია და გუნება. რა თქმა უნდა, თავისუფალი ქალი, რომელსაც მეტი შეუძლია სექსში, ბევრისთვის არის ძალიან სასურველი, ვიდრე შებოჭილი. ახლა შებოჭილი ქალი, რომელსაც ყველაფრის ხვენია და რომელსაც ძალიან დიდი ბარიერები აქვს, ასე ვთქვათ, იმისათვის, რომ გააფართოვოს მისაღებობის დიაპაზონი სექსში, უფრო ნაკლებად სასურველი პარტნიორია ალბათ. მაგრამ აი ყველაფერი ზომიერებით არის განპირობებული რა და კაცია და გუნება რა. ზოგს მაგალითად დაძაბული ქალები უფრო მოწონს. ნახევარ საქართველოს ვიდრე ქალები ძირითადად ჩვენთან დაძაბულები არიან ყველა თემაზე. 100% არიან ჩვენთან დაძაბულები და მე ჩვენ ქალები ძალიან მომწონს. ესე იგი მე მივიკუთვნები მამაკაცების რიგს, რომელსაც მოსწონს დაძაბული ქალები. ამაში არის რაღაც სექსუალური შარმი. სარეკლამო ჭრა, შარმზე მე ვისაუბრებ. შარმი არის. არასრული საათის სპონსორია TTSEPTI. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. განვაგრძობთ კითხვების დასმას და პასუხების გაცემას. რამდენიმე წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე და უნდა დავიკითხო ყველა შეკითხვა. ბატონო ზურაბ, როგორ ფიქრობთ, ფულთან ხომ არ არის დაკავშირებული იყო კარგი პარტნიორი? მაგალითად, შეუქმნა კარგი გარემო, შეუსრულო ყველა სურვილი, ესეც ხომ სიამოვნებას ანიჭებსო. მე ვფიქრობ, რომ ფულთანაც უნდა იყოს დაკავშირებული რაღაც დოზით და თქვენი აზრიც მაინტერესებს. მხოლოდ დადებითი რა, აი როდესაც მე მეკითხებოდნენ ხოლმე, აი სტუდენტებიც მეკითხებოდნენ, კოლეგებიც მეკითხებოდნენ, როცა ლაპარაკი გქონდა ესეთ პარტნიორობაზე, ჰარმონიულ სექსზე, ხო? თუნდაც სოლპრო ურთიერთობებზე რა. რა თქმა უნდა, ფინანსებს აქვს მნიშვნელობაც. ქალი, რომელსაც ამხელა დატვირთვა აქვს ოჯახში, ხო? რომელიც შვილებს გიზრდის რა, რომელიც ამდენ ძალისხმევას ეწევა იმისათვის, რომ მიმზიდველი იყოს მამაკაცისთვის, თავის საყვარელი მამაკაცისთვის, მეუღლისთვის, ხო? ახლა აღარ უნდა დაახარჯო ფული კაცო, ნამუსის გაესაკუთრებია. შეძლებს დაგვარად, რა თქმა უნდა, თუ შეუძლია მამაკაც და მე მგონი, ვისაც შეუძლია, ამას ნამდვილად არ დაამადლის საყვარელ ქალს. ეს არის, ძალიან თუ შეიძლება დავამატებ რა რაღაცას, ახლა მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და იხსნებიან ხოლმე ჩემთან საუბრებში. მე ვიცი მაგალითად, რომ ფულთან მაინც არის იცით რა დოზით დაკავშირებული. ძალიან უყვართ ერთმანეთი, ხო? მყავს მეგობარი, რომელსაც ყავს ბოიფრენდი. აი, იცით რამდენად? მაგალითად, როდესაც ამ ბიჭს ცოტა მეტი შესაძლებლობა აქვს და კარგ სასტუმროში მიყავს ეს გოგონა, იმიტომ რომ ორივენი მშობლებთან ცხოვრობენ. მაშინ რაღაც უფრო კარგად აქვს ეს ყველაფერი. ამას წინათ დამირეკა და ტიროდა და იცი რა მითხრა, ისეთ უხერხულ ადგილას მიმიყვანაო, მანქანიდან გადმოსვლა მცხვენოდაო. აი ვინმეს რო დავენახე, რაღაც ხანიგური დაწესებულება იყო. არ ქონდა იმ წუთას, მაგრამ სექსი უნდოდა. მიიყვანა ვიჯექიო, გადმოსულიყავი, არ გადმოსულიყავი, რო შევედიო, რა დამხვდაო რა. ნაცრისფერი ზეწრები რაღაცა და აღარ მინდა არაფერი ტიროდა ხნაო და როგორ აი პატივს არ მცემს და ისეთ ადგილას მომიყვანა. აი ამ შემთხვევაში რა უნდა უთხრათ? რა თქმა უნდა არის ფულთან დაკავშირებული. რო აიღებს ხელფას და იმ წუთას როცა აქვს სადღაც რესტორანში სწავლენ რაღაცა და საჩუქრებსაც გაუკეთებს, მაგრამ ელევა მე ეს ხელფასი აღარ ყოფნის, მაგრამ სექსი უნდა. და მიიყვანა სადღაც ხანიგურ დაწესებულებაში. ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეკონომიკა ღარიბია, მაგრამ რა არის, იცით, აი ღარიბი და ნაცრისფერი არა, ზეწრები არა. ყოველდღიური ცხოვრება, რუტინა არა. თითოეულმა ადამიანმა უნდა ეცადოს რაღაცნაირად გაალამაზოს რა და ეს ქალს უკეთესად გამოსდის.
მაგრამ და ქალმა მოდი დაგიმატებთ მაო ფულს და ერთად სადმე კარგად გულს წავიდეთ თუ საით მიგყავთ საუბარი მაგას ესე მანქანაში სექსი ჯობდა ვერ უმკითხო მე მიმყავს იქამდე რომ მოყვარულმა ცოლ-ქმარმა თოხის ტარზე არ არიან ცოლ-ქმარი ბატონზურაბ საქმეც ამაში არ არიან ორმა მოსიყვარული ადამიანია მე მინდა უსურვო მათ მატერიალური კეთილდღეობას და ფაქტოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მაგრამ არა გადამწყვეტი რატომ იპარსავენ ქალები ბოქვენს გამარკვიეთო გავარკვიეთ ვიღაცას მოსწონს და იპარსავს რა არის იცით ეს ელემენტარულად ჰიგიენის საკითხიც არის გარკვეულწილად და ესთეტიკის საკითხიც არის რა მე ერთხელ სხვა შორის მოვისმინე ერთ-ერთ კონგრესზე სექსოლოგიის ერთ-ერთ კონგრესზე მოხსენებაც მოვისმინე ბევრი ვიცინე მართალია მაგრამ მოხსენება ეხებოდა ასე ვთქვათ აი ბოქვენის პარსვის სხვადასხვა სტილს ამაზე მოხსენება გააკეთა ხო იმე მასე მეც სამიყვანეთ კონფერენციაზე და მეც დავწერე რაღაცას არ ვიცი აუცილებლად ის ჩაითვალა რომ ის სექსოლოგია ის ადამიანი გამოვიდა და ბოქვენის პარსვის ტექნოლოგიებზე ყვებოდა არ ვიცი ბევრი ვიცინე ძალიან ბევრი ვიცინე გულში რა თქმა უნდა ახლა საზოგადოდ არ დავცინებდი ახლა ასე თუ ისეა ბოქვენის პარსვა ორი მომენტი არის ესა ესთეტიკური და სექსუალური მასთან დაკავშირებით პარტნიორს როგორ მოსწონს რა და ჰიგიენურიც არის რა გაპარსვა ხშირ შემთხვევაში ჰიგიენურია ნუ ყოველ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა ესეთი რაღაცა რომ ბატონზურაბ გახსოვთ ჩვენ ქონდა ერთხელ ამაზე საუბარი მაგრამ მე წავიკითხე სადღაც ერთი სტატია და მაშინაც ვახსენე და დღესაც ვახსენებ არის მამაკაცების კატეგორია რომელსაც არ მოსწონს გაპარსული ბოქვენი იმიტომ რომ გაირგვა ამერიკაში გააკეთეს ეს ჩაატარეს გამოკითხვა და მამაკაცებმა თქვეს რომ მეჩვენება რომ პატარა ბავშვთან მაქვს სექსიო არ მოსწონს. კაცია და გუნება. მოკლედ ესეც უნდა ვთქვათ. რომ რა თქმა უნდა ჰიგიენურია შეიძლება ლამაზიც იყოს და უფრო ვთქვათ არ ვიცი მიმზიდველი, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ არსებობს კატეგორია, შეიძლება შეგხვდეთ ადამიანი, რომელმაც გითხრათ რომ იცით რა მე არ მომწონს გაპარსული ბოქვენი, ამიტომაც მაინდამაინც სამუდამოდ ნუ მოიშორებთ ახლა ყველა ეპილაციაზე დარბის და მე აღარასდროს იქ არაფერი აღარ ამოვადა. ვაი და შეგხვდეთ მამაკაცი ვინც გეტყვის რომ გენაცვალე მე შენთან. ვერ მექნება სექსი ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ პედოფილი არა ვარ და ვგრძნობ თავს პედოფილად. კაცია და გუნება და თან ერთი ფილმი მახსენდება მერილ სტრიპი თამაშობს და ალეკ ბოლდვინი თუ არ ძალიან სასაცილო ფილმია. საყვარელი ფილმია. და წინვალი ფილმია, ნუ ერთ-ერთი შედევრი ჰოლივუდის არა, არც ხშირად გამოვიდეთ. არ გამოვიდეთ ბოლო დროს არც არ გამოვიდეთ. ხო, იშვიათი შედევრი და ერთი მომენტია, როდესაც ქალი და მამაკაცი ასფრისი ახალგაზრდა სხვათა შორის რა უკვე. გაცილების პირს არიან და არ კარგად ურთიერთობენ. უკვე გაცილებულები. მაგრამ სრულიად შემთხვევით მე მოხდა ეს საქართველოშიც ხდება ყველგან ხდება რა მოხდა მათი ასე ვთქვათ ისევ სექსი კონდათ რა თანაც ეს ქალი ისეთ შოკში იყო რომ მგონი ცუდად გახდა რა მე სტრიპი რაღაც ექიმი გამოიძახა და იმდენად მისთვის ეს იყო შოკის მონგრელი რა ეხლა ეს მაინც იქ ცოტა სხვანაირად უყურებენ ამას ჩვენთან სხვანაირად ჩვენთან უფრო მოსულა ეს ვიდრე იქ სხვათა შორის გაცილებული ხოცოლკმარი იქ ძალიან იშვიათად რომ სექსი კონდეთ ერთმანეთთან ჩვენთან უფრო ხშირად არის ხო და იქ ერთი მომენტი არის როდესაც რაღაცნაირად ეტყობა მერილ სტრიპის პერსონაჟს გამორჩა ეგ მომენტი რა გაპარსვის მომენტი და წამოწდა რომ ვაიმეო ესა უბრალოდ მაგას კი არა ბოლდვინს წამოწდა რომ რა კარგია გაპარსული რო არ ქონდაო ეს ესე იგი იმდენად სექსუალური იყო ესა it was so sexy ნუ ხედავთ რა კაცი და გუნება რა და რაც მთავარი ერთმანეთთან ბევრ ამის ვერ ამბობენ. ახლა მე წავიკითხავ ერთი და იგივე ქალბატონის ორ სხვადასხვა SMS. მოგესალმებით საღამო მშვიდობის. კითხვა მაქვს ასეთი. შესაძლოა შეითვალოს მამაკაცი სექსუალურად ჯანმრთელად, რომელიც უწევს მეუღლის გვერდით და საერთოდ არ უნდა სექსიო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. აბა რანაირად. ახლა იგივე ქალბატონი გვწერს კიდევ ერთხელ.
დავეთანხმებიო წინა SMS-ის ავტორს, მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან დაძაბული არ უნდა იყო, მაგრამ მე მაგალითადო ძალიანაც რომ მინდოდეს სექსი, ამის აღიარება ძალიან მწვენია მეუღლესთან. ესე იგი უწევს მამაკაცი, რომელიც არ ბრუნდება, საერთოდ ცალგვერდზე გადაბრუნდება და ეხრინავს. თვეების განმავლობაში ამას უნდა და ვერც კი უტყდება მეუღლეს ამაში. ეხლა რომელ ჰარმონიაზეა აქ საერთოდ ოჯახურზე საუბარი? აქ ზედმეტია ყველაფერი და აქ სხვათა შორის მივდივართ არა მარტო სექსუალურ დისფუნქციაზე და დისჰარმონიაზე, როგორც პათოლოგიაზე, ესეთ ინტერპრეტაციაზე. აქ სხვა რაღაცაზეც მივდივართ, აი არჩევანი რა თავის დროზე პარტნიორის, არჩევანი მეუღლის, ხო? თუ არ მოგწონს ეს ქალი და მასთან სექსი არ გინდა, რატომ დაქორწინდი ადამიანი შვილო? თუმცა ჩვენ არ ვიცით, იქნება ძალიან დიდი ხნის ცოლ-ქმარზეა საუბარი და მამაკაც შეიძლება რაღაც პრობლემები აქვს, ქალს არ უხდება, ყოველ შემთხვევაში გახსნილი ურთიერთობა ამ ორ ადამიანს არ აქვს, ხო ფაქტია. მე მგონია ესეთი შემთხვევები, სხვა შორის აი ესეთი დისჰარმონიაზეც მოდიან ხოლმე ჩემთან საკონსულტაციო, თუმცა პათოლოგია არც ერთს არ და არც მეორეს. უბრალოდ ერთ-ერთ პარტნიორს ხანდახან ორივესაც, მაგრამ უფრო ხშირად ერთ-ერთ პარტნიორს არ უნდა რა ამ პარტნიორთან სექსი. ესე იგი რაღაცნაირად აი დრო მოჭამა ამ ალიანსმა, ამ ურთიერთობა და არის მისაღები გადაწყვეტილება და ამ განქორწინების შესახებ და ეს გადაწყვეტილების მიღებას ვერც ერთი ბედავს და ვერც მეორე. აი ესეთი მდგომარეობაა რა. 1918 წელს უძახოდა ლევ ტროცკი, არც ომი და არც მშვიდობა. მე ბრესტის ზავით დამთავრდა გახსოვთ რა. პირველად უსმენთ თქვენს გადაცემას, მადლობა საინტერესო საუბრებისთვისო, სიამოვნებით გავიცნობდი დაფნას გიო 39 წლის. დიდი მადლობა რომ გვისმენთ. სამწუხაროდ დაგაგვიანდათ, ვეღარ გავიცნობთ ერთმანეთს, ძვირფასო გიო 39 წლის. ბატონო ზურაბ, ყველა ადამიანი ხომ თავის ექიმია პირველ რიგში და თქვენ ეხმარებით თქვენი გონებით და ხელებით მხოლოდ არა რო? ეხლა რა არის იცით შოთა რუსთაველის არ არის რა აქიმი დასნეულდესო, ხო? ბოდიში ახლა რომ მეშლება, მაგრამ ქართული პოეზიიდან არის რა აქიმი დასნეულდესო. სხვა ექიმს უნდა მიმართოსო, რას ნიშნავს ადამიანი თავის ექიმი? ადამიანი თავის ექიმი ვერ იქნება. ეგრო ესე იყოს. და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ექიმიც არ არის თავის ექიმი. ხო, ექიმიც არ არის, ექიმი რო დასნეულდება, მიდის მეორე ექიმთან. ან ძირითადად მე რასაც ვუყურებ არ მიდის არც. არა, მიდის. ექიმი უფრო მიდის. არა, ექიმი უფრო არ მიდის. ექიმი უფრო მიდის. ექიმი უფრო მიდის ნამდვილად. ხო და ასეა თუ ისეა, თავის ექიმობა ეს არ არის კარგი იდეა. თქვათ ესე. ისევე როგორც პირდაპირ ეთერში კითხვის დასმა ექიმო ეს წამალი კარგია თუ არა? დიახ. სრულდება ჩვენი გადაცემა, ერთადერთი შეკითხვა დარჩა, ბატონო ზურაბ, უპასუხოთ რა. უბრალოდ მე პრეპარატის სახელწოდებას შევცვლი და ვინც კითხვა დასვა, ის მიხვდება მე მგონი და შეიძლება ბევრი სხვაც მიხვდეს. გამარჯობათ ბატონო ზურაბ, ახლა ძალიან გავრცელებულია რეკლამები, პენისის დამაგრძელებელი საშუალება, რაღაც გელი. და ხო და ყველა საიტიდან გადავყავარ მაგის რეკლამებზეო და კითხვა აქ არ არის როგორც ასეთი, ხო? იცით რა, ეს აი მე მივხვდი რატომ მეკითხებიან, მე უკვე რამდენიმე პაციენტიდან და ჩემი კოლეგიდანაც მოვიდა ესეთი შემაშფოთებელი სიგნალები, რომ ეს ნაძირალები, რომლებიც აკეთებენ აი ამ გელის, ეს კრიმინალები უпроსტოდ, კიბერკრიმინალები, რომლებიც აკეთებენ აი ამ გელის რეკლამას, სარგებლობენ ჩემი სახელით და გვარით და ჩემი ავტორიტეტით და კომენტარებში მე მახსენებენ რა. საერთოდ მე ვინც მახსენებს რა, პირში წყალი გამოივლოს და ამ თაღლითებს და გათახსირებულებს რა, მე ურჩევ ძალიან მთხილად იყოს და შეწყვიტონ ეს მაიმუნობა, იმიტომ რომ მე სერიოზულად გადავწყვიტე მიმართო კიბერ დანაშაულის განყოფილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა ავლაგმო ამ ნაძირალების, ასე ვთქვათ, უსინდისოდ გამოყენება ჩემი სახელის და გვარის. არანაირ რეკლამირებაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, არასოდეს არც ვაპირებ. ეს არის შარლატანური საშუალება, ჩემი აზრით. ჩემი აზრი ეს არის ნეგატიური ამ გელებზე და ვისაც ჯერავს, რომ გელს შეუძლია 100-ს დაგრძელება, იმისი ინტელექტი უახლოვდება ზუსტად აი მაგ ორგანოს
დონეს. დავასრულოთ დადებით ნოტაზე. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, ბატონო ზურაბ და ძვირფასო რადიო მსმენელებო. გემშვიდობებით ერთი კვირით, საუკეთესო სურვილებით და იმის იმედით, რომ საინტერესო და სასიამოვნო ღამოს გაატარებთ. გმადლობთ დაფნა. მივესალმები კიდევ ერთხელ და ვემშვიდობები ერთდროულად ჩვენს ძვირფას რადიო მსმენელებს და უსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერ ცხოვრებას და რაც მთავარია სიხარულს. რომელიც ხშირად მოაქვს ჯანმრთელ სექსს. რა თქმა უნდა, ხვალინდელ დღეს. ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.